ქართული ოცნების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული ტურნე დაიწყო. პირველი შეხვედრა აჭარის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან გაიმართა. შეხვედრას დისკუსიის ფორმა ჰქონდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებს მათი ხედვები გააცნეს და კონკრეტული წინადადებებიც მოისმინეს. დისკუსიის შედეგები რეკომენდაციების ფორმით ჩამოყალიბდება. შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 3 თვის განმავლობაში მოეწყობა. დასკვეთი შეხვედრა კი დედაქალაქში გაიმართება. ძირითადად ვისაუბრეთ განათლების რეფორმაზე, ჩვენ მივაწოდეთ მათ ის ინფორმაცია, რაც ზოგადად საჯაროც არის, მაგრამ ვიცით, რომ აბსოლუტურად ყველას არ ეძლევა იმის საშუალება, რომ გაეცნოს და თვითონ კონკრეტულად უნდა რომ მოისმინოს, თქვათ, ახალგაზრდული გუნდისგან, ხელისუფლებისგან, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ახსნა. ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ მაღალმთიანი რეგიონებიდან ვინც იყვნენ ჩამოსულები, მათ აქვს სურვილი, რომ კონკრეტულად მაგალითად სპორტული დარბაზი იყოს, ინვენტარი იყოს მიწოდებული და ჩვენ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ გვერდში დაუდგეთ. ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელს ბატონ ვარდლავს მინდა უსულო წარმატებები, ის აქტიურად არის ჩართული ჩვენს ახალგაზრდებთან შეხვედრის პროცესში, რა თქმა უნდა, ვისმენთ თითოეული მათგანის გულისწყეტას და იმ ტკივილს, რაც დღეს არსებობს საქართველოში და ჩვენ მზად ვართ თითოეული მათგანის ხმა ვიყოთ და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევეცდებით იმას, რომ ის პრობლემები დღეს რაც არსებობს და რაც თითოეულ მათგანს აწუხებთ, აუცილებლად ვიტანხმოთ და აუცილებლად შევეცდებით, რომ მალევე რეაგირება მოყოს ამ ყველაფერს. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა სტუდენტებისთვის, მით უმეტეს დღევანდელ ვითარებაში, აი პოლარიზაციის პირობებში, სტუდენტებს შორის დიალოგისთვის არის ძალიან კარგი შეხვედრა. აი საუბარი რაზეც იყო და სტუდენტების შეკითხვები რაზეც იყო, ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხები მივიღეთ და ნამდვილად აქტუალური შეკითხვები წამოვიდა. საჭიროა უფრო ხშირი იყოს ასეთი შეხვედრები.